გასავლაპარაკოთ. არ ვიცი. ანუ მოგესალმებით თქვენი სახზე. სრამთას იქით გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით. და დღევანდელ ეპიზოდში თქვენი ხილავთ ვაშლოვანს. Алло, хорошо, два лучшего. Тут принавის ხმას დავადებთ და მობურდღუნებ. რატო? ბურდღუნებ. რატო? ხალისიანი და თქვი. ხალისიანი. აი, როგორ რა უნდა თქვა? ერთი წამი. არ გეგონოთ ჩვენი მანქანები საუბრობენ. ეს ჩვენ ვართ. ოღონდ ცოტა უფრო ზემოთ. მოგესალმებით ყველას ჩვენი მაყურებლებო, ჩვენი იმყოფებით ულამაზეს ვაშლო. რასაკეთებ? აი რას ვაკეთებ? მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხდით ჯერჯერობით არ ვიცი საათ, მაგრამ კარგად გივას. ჩვენ მივდივართ დღეს ვაშლოვანში, მიჯნის ყურეში და ახლა ვბარგდებით. შოთა რა კომენტარს გააკეთეთ, თქვენ ჩემს ლოგში მოხდით. ჯერჯერობით ვძინავთ. კარგი. მადლობთ. აქეთ მოკლედ ესეთი ამბები მიდის. იმე სტაბილური შოთა გავიჩინეთ, არ ყოველდღიურად ეს დღეს. ალამი. ჰელო. არაშო. კომენტარები. სენოფას მოვიდა, სენოფანი გადავაყრა. ო, წელი შეტანახებია რა. ბაი ბაი. აბა, გავმართით, ჩაყარეთ. ეს თავარი პერსონაჟი. ეჯო, ჩაყარეთ. რა შედავიწყდა. რაი. ძლიერ გოგაზე თუ წმენიათ რა. გაიგე, უკაჩაკა. მაგრამ ყველაზე ძლიერია ფორანერია. ობა, შეთაკალას. აი თამ, აი არსად ესე ვიზაზე ინგლისში. ჩვენ ახლა შემოვედით დედოფლის წყაროში. წინ მიდის შოთა. თქვენს წინ იშლება კახეთის ულამაზესი ხედები. ამბობს მწოლი. ჯერჯერობით მშვიდობა. არ წვიმს და კარგი გზა არის. შოთა, რამე თქვი ვერ გავიგე. შოთა, ხელი კარგად დააჭირე. არა, ეხლა ვჭობთ, რამდენად სოფელია აქაურობა. რა მოდრიფტა დაინახეთ? ეხლა ნახი რიგოინში. ავჩერდით სასაზღვროსთან და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საშვები, რომ პირდაპირ რეისით გავიქცეთ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და გავიდეთ საბოლოო ჯამში მიჯნის ყურემდე. მივემართებით ჩვენ შირაქის სამხედრო აეროპორტისკენ. საკმაოდ საინტერესო ადგილი დაგვხვდება. იქ ადრე როგორც გითხარით, სამხედრო აეროდრომი იყო, გაჩერებულები იყო იქ გამანადგურებელი თვითმფრინავები. ასევე ჯდებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვითმფრინავი მან საბჭოთა კავშირში რაც კი იყო. და ბევრ ადგილას ბევრი აეროპორტი არ იყო გათვლილი იმაზე, რომ ეს მძიმე თვითმზიდი თვითმფრინავი დამჯდარიყო ხოლმე. ერთ-ერთი იყო შირაქისა და როგორც ამბობენ, შირაქში კიდე ძალიან ბევრი სამხედრო ბაზა მიწის ქვეშ. არ ვიცი ეს ლეგენდებია თუ რეალურია, მაგრამ ხშირად მოსახლეობა საუბრობს ამ ამბების შესახებ. იქნებ ჩვენს დავაწყდეთ რამეს.
აჩვენებს ახლა არაბული დრიფტის წარმატებელ მცდელობას. ახლა უნდა გადავიდეთ გზიდან, დაუშვით საბურავები, იწყება ჯერჯერობით არც ისე რთული მონაკვეთი გზის, შოთან დრონიც ააფრინა, გადავიღეთ ძალიან ლამაზ კადრებს და ვეცდებით, რომ აი ამ გუბეში არ ჩავრჩეთ პირველივე გუბეში და გავიაროთ და გავაგზავნოთ ჩვენი შავმიწა ნიადაგიანი გზა აეროდრომამდე და მერე წავალთ და წავალთ საწავალთ. 900 იქ. კი ბატონო. ეს ძალიან საშიში მონაკვეთია. ხოდა როგორი ადგილია? რა, როგორია? საშიში. შეიძლება მოგვაწყვეტოს საერთოდ ვერგაი. დაიძარი გოგა. აგრესიულად დაიძარი. აი ამ ადგილებში იყო მოკლედ გამანადგურებელი თვითმფრინავები გაჩერებული. აგეი ღიაროა ვანდარი ფაქეი მოწყობილი. ეს ხორბალი უყრია. ბუნტური თემო, ანუ ნახე ისა აქ რა ქვია. სად ვართ? დაინტერესებს სად ვართ? შემოვედით აეროპორტში, აი ესეთი გზა შემოდის, აბა დაანახეთ. აი რა ქვია ესეთი უზარმაზარი კარი, რომელიც ნახე სისკერო დავინახოთ ნახე რა ხდება, გულსხილი. აი აქ არის ეს კარი, რომელიც გორგოლაჭებზე გადის, გამოდის, აქვე გდია რაღაც ცხოველის კუდი. და აქ მოკლედ იყო ბაზა გამანადგურებელი თვითმფრინავების, ეგრეთ წოდებული ისტრიბიწელების. იქით გვერდით, რომელიც არის სასაფრენი ბილიკი, ის არის ყველაზე დიდი თვითმფრინავი, რომელიც კი იყო საბჭოთა კავშირში, ის ჯდებოდა და მიფრინავდა ჩვეულებრივ უპრობლემოდ. ეხლა მოვიდით აკაურობას. საკმაოდ მაღალია, საკმაოდ დიდია. რუსული წარწერები ისევ არის შემორჩენილი, ნახე, შეხედე. Stop, ტექნიკი, ტელეფონი და ასე შემდეგ. მოკლედ სხვადასხვა რაღაცებით იყო აკაურობა აღჭურვილი. ეხლა მთლიანად გაძარცვულია, აღარაფერი აღარ არის. დარჩენილია ფაქტობრივად საწყობად და ხო შესანახი ადგილია და ხანდახან შეიძლება ალბათ ცხოველებმაც დაიბუნდონ, თავი შეაფარონ აკაურობას ცუდამენში, ვერ გაიგებ. აშენებულია საკმაოდ მყარად, საკმაოდ მაგრად. ფაქტია დროს უძლებს რა, პაპები რასაც მისტერიან ხოლმე რა ქვეყანა დაანგრიესო. ეს ფაქტია რომ ვერ დაანგრიეს რა. აი. გარეთ გამოსვლის ყველაზე დიდი პლუსი. დაისვენეთ, კაი ხალხი. იურის ლუდი და ჩიორას ხაჭაპური. საუკეთესო დუო მთელ შირაკში. როგორც პატრისია და გოგო. ბარო. ეს ვინ არის გაზე? მოდი რა, ვინც გაიარ გამოვიაროს, კაი თვალით გამოვიხოს, წეღანაი ხორბალი დაცალეს, მაგ კაი ხალხი იყვნენ მოსულები რა და ყველას გავუმარჯოს. ვინ ჩაშავნა უნდა ყოცასაც უცხალია. მოიცადე, მაგრამ ჩვენ რო აეროდრომზე ვართ. ვინ ჩვენთავზე გადაიფრინოს? ვინც აიფრინ ჩამოიფრინოს, ყველა იმ კაცს გაუმარჯოს. რა იყო იმა? იო? ოუ. რო დააპარკინგებდე ხოლმე ისტრიბიწელს, მე მანქანა ეჯდებოდე ხოლმე ოლგაზე და ხალხ ვინ უფრო კაი ტიპია, მე თუ ეს? Конечно, მე. მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ მაჩეჩილ ნოტაზე, ქარის ბრალია ალბათ. ვიმყოფებით ვაშლოვანში. ტრიპინებს ჩემი მანქანა.
გასაღებს თუ გამოვაძროთ მესამე თაობა ფორანერს აღარ იტრიბინებს. და კარგი ამიდი არ დაგვემთხვა სამწუხაროდ, არც ისე კარგი. მაგრამ შოთა რას ვეცდებით დღეს? ჩვენ ვეცდებით რომ რაც შეიძლება კარგად დავანახოთ ხალხს ვაშლოვანი მიუხედავად სირთულეების. რომელი სირთულეებისა? ატალახებული გზა, წვიმა, ქარი, სიცივე, ჭექა-ქუხილი, თვითმფრინავის ხმაური. კი ბატონო. კი ბატონო, ვერ შევძლებთ ცეცხლის დანთებას, კი ბატონო, ვერ შევძლებთ კარვის გაშლას კი ბატონო, და კიდევ რა იცი რამდენამეს გადავეყრებით. ვიხოცებით. უეჭვეთ. მატო, და აი რო არ დავიხოცოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დარჩით ჩვენს არხზე, უყურეთ შემდეგ ვიდეოებს. ნასვამია. გოიმი, რაღაცა შეუძლია და ეხა ვარიაჟობს აქ რაღაცეებს. ეხა ნახეთ მე რას ვიზავ, ტიშტო. ორა მაგრამ კოქაჩი. ეხა პირველში ჩავტოვე ხალხს. რა ჭირს თუ ამას? ჯიგაო. აშკაცურად რა ერთი, ძმურად. ხელი წამიკარი და დაიქოქება რა. რა მოგივიდა? რა მომივიდა რა, ეს ავარიული დაждდომა განვახორციელი. თრალი იყავი? არა? აბა სწრაფად მოდიოდი? მოფრინავდი. დაждდომას როგორ ფიქრობდი? ალაგ-ალაგ შიგადაში. მოდი რა ძმურად რა, მოდი რა, თუ დამიგი მანქანა ერთი და გამაგორე რა. მოგაწვევი კარგი. შენ აღმერთმა და ეცა. მიდი აბა გაახალასტო. დაიცა. ესე იგი ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩვენო მაყურებლებო შირაქის სამხედრო აეროდრომზე, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლები. ოღონდ ეს არა, ამის უკანო დგას ის. ხო, ეს იაპონური წარმოების გამანადგურებელია. წამომყევით ახლა გაჩვენებ საბჭოთა წარმოების გამანადგურებელს. შოთა, შენ ესეთი რამე გინახია ოდესმე? სიმართლე გითხრა არსად არ შემხვედრია ნამდვილად რა. თან როგორც ჩანს ის არის. მყარია რა. მყარია, როგორც ვიცი, ამას აკეთებდნენ დურალუმინისგან. დურალუმინისგან. ხო, და შენ წერან მითხარი რომ ადრეო ესე იყო, ხო, რომ სპირტიც იყო, ხო, ფრთებში. ნუ ეგ ინფორმაცია მაქვს ყოველ შემთხვევაში. ხო, დაზუსტებული არ არის, მაგრამ არ ვიცი ეს. მაგრამ ესეთი ლეგენდა არსებობს, ხო. იმიტომ რომ ეგაც ესეთი ისტორია ვიცი, სხვათა შორის რომ სამხედროებიო მაკედანო იპარავდნენო იმასო რა ქვია, სპირტსო, რომ მერეო დამთვალიყვნენ. შენ კაცების შოუს ხო არ უყურებ. ხო. მოკლედ ეს არის მიგ რომელია კომენტარებში დაწერეთ და ნუ გაჩვენებთ თლიან ვიზუალს თვითმფრინავისას. მე არ გეტყვით რა თქმა უნდა რომელია, მაგრამ გეტყვით რომ ეს არის ვიეტნამის ომის ლეგენდა ეს მიგი, ამერიკელებს, საბჭოელები და ვიეტნამელები სწორედ ამ გამანადგურებლით უპირისპირდებოდნენ ხოლმე. ვაჩვენოთ მაყურებლებს კიდე გარშემო ეს შესანიშნავი თვითმფრინავი. თავიდან ესეთი შტაბ-ბეჭდილება გექმნება, რომ წინა მხარეა, ეს მხარე არის თითქოს უკანა მხარე. ანუ გონია რომ აქ ტურბინაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის წინა მხარე თვითმფრინავის, საიდანაც მთელი ძრავი მერე გრილდებოდა ხოლმე. საინტერესო რა არის იცი გოგა, ამას ჭურვები ალბათ დაბლიდან უმაგრდებოდა ხო და ეხლა ნუ ის მექანიზმი ჩახსნილი ექნება ყველა. ხო, თუ დააკვირდები, ფრთებიდან მოხსნილია ყველაფერი. ამას ჰქონდა აი ესეთი დიდი რაკეტების გამშვებიც ეყენა. და წინ ედგა, როგორც ვიცი, კიდე საკმაოდ მსხვილი კალიბრის ტყვიამფრქვევი. დღესდღეობით ეს ჯოხია შერჩენილი. გაძარცულია მთლიანად. ეს თუნდაც შენარჩუნებული იყოს. ნუ შენარჩუნებული უნდა იყოს, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ნუ გაუყვებით მაგას შორს. გაძარცულია მთლიანად მთელი თვითმფრინავი, ადგილ-ადგილ აქვს აჭრილი ალუმინი, ალბათ ჩააბარეს.
ნუ ისევე როგორც აქაურობაა გაძარცული და მოულელი სამწუხაროდ, მაგრამ რას ვიზამთ? საერთოდ ჯამში ძალიან ლამაზია აქაურობა. მე პირველად ვნახე ამ მასშტაბებით ეს თვითმფრინავი. არასდროს არ მინახავს აქამდე ახლოდან საერთოდ მოკლედ და ძალიან მაგარი რამეა, რა ვიცი რა. ნატყიარებიც ეთყობა, ნახე. შეხედე. ამას ვერ გეტყვით ახლა ბრძოლაში მიღებული ნატყიარებია თქო, მაგრამ რაც არ მგონია. გავაგზავნოთ ჩვენი გზა კი ბატონო. და წავიდეთ საბოლოო ჩვენი დანიშნულების ადგილამდე მიჯნის ყურე. მშვენიერებას, ხოლო თუ დარჩემო ქართულს. ამალია თქვენ ის უფრო საინტერესო. ჯაპანი. ჯეჯილები ამბობენ ჯაპანი. ლუგაჯი ვიდა. იო. აგეს. იდი. ოპა. იდი. On the road, no matter which direction, all you know is that you're out here all alone. Think of everywhere that you've been, all the things you've done and seen. Some of those places have come and gone, and some of those choices were neither right nor wrong. They might be right, but then you get your wrong, and you don't know why. As time goes by, and it's all over my. მოვედით ახლა ჩვენი საქართველოს გრანდ კანიონში. ძალიან საინტერესო ადგილია. წეგან სვავები დავინახეთ. მე რატო იყვნენ ეს სვავები, რატო და მე მკვდარი ცხენს ვნახეთ. ვახ. მაგარი გზებია რა გასართობად, ხო. და სვავები ყოფილან ძალიან დიდები. მე სვავი არც ვიცოდი ამ ხელა თუ იყო. თუთი ყურშე ცოტა დიდი მეგონა. ხოდა ახლა იმედი გვაქვს რომ კურციკები შეგხვდებიან. ნახოთ როგორ იქნება. და ახლა სად მივდივართ რა თქაშოთ ამ რა ქვია? ადგილია ერთი რა. რაღაც ადგილზე და რომ მივადგეთვით. ოქროს აკوانია Everybody was kung fu fighting. ახლა გადადგა უკან ნაბიჯ ზური და მე მეორე ხელი შეანაცვლე. რა, დავით და მე ძელი ხელები მაგ არ გამოდი. ой ტაჭიკა მომეცით რა დრო ძელი ხელებია მოდი სულათა არ გასწო. დასასმადის პატივი. რა გინდა? აუ დაადეთ. მე კითხები და მიპასუხე რა გინდა? არა რა გინდა რა. აბა ვიკებო მოდი ჩა. იური სლუდი. დანა ვისაკ. იქით. ო, ეგა. იური სლუდი. სოფლიოში ნომერ მეორე საუკეთესო ლუდი. პირველი? სწორედ ამ რეალ. ნომერ პირველი? დანას ეთქოს უნდა. არა, პირველი რომელია? ნომერ პირველი იური სლუდი აღონ სხვა. ეგ როგორ გაქვს? რამდენი სახეობის ლუდი გაქვთ ბატონო იური? 4. აჰა, აი ხედავ. ეს რომელია? ის როგორ? კომპლექსურია ეს. ეხლა რაღაცა თქვა, მაგრამ რაღაც ის შედეგათო იძგებისა თუ ტექტონიკური იური. ეგეთი უძველოები არ ვიცი. ის ადვილად შესანახია თავისი ოჯახასა. მიმახსოვეთ ამ კანიონს. პანტი შარას კანიონზე. შარაზე იდგა პანტა თუ რატო ქვია? შემოდი ჯამეტაია. არა, შარიანი პანდა იყო. ჩვენ ჩამშლილი ოპერატორის აზრს ვიყავ. ძალიან მაგარი ადგილია რა. აი კამერაში არ ჩანს თორე. აი, განსაკუთრებით საშიში არის ეს ადგილი. აი გოგა, შეხედე გოგა. შეხედე. აქ თუ იწვიმა.
ფეხი აგიცურდა, მიწაში ხარ ჩასული. წასულია შენ საქმე. ამაზე ადგილია ნაშალი მიწა. აი, ამაზე კარგი რა შეიძლება ნახო ადამიანი. ანუ ვაშლოვანი სანახაობებით არის წავსენ. ქვიშა, ხრეში, ქვიშა, ხრეში, ხორღი, ხე, სვავები. მკვდარი ცხენი. ისეთი ალავერჩი ისეთი ხე არ ადგა, ალავერჩი ზეთის ხილის ხე დგას უკან. გაუტყდა. ნე მყრალი ტალახია. კოცონი ანთია და წოდი უნდა დააწყოთ. მეც რა თქვი მარცხენა გურდი რა ტალახია. ცეცხლს მოერიდე შოთა. აი ეხლა 1000 წლეულები ჩაგვცქერის თვალებში და თუ დააკვირდები სხვადასხვა ფენებია მოკლედ წეღან ზუკამ როგორც თქვა ტექტონიკური რყევები რომ მოხდა და კონტინენტები გაიყო თავიდან არსებობდა პანგეა. პანგეა იყო აი როგორ გითხრა მოკლედ ერთიანი დედამიწა იყო. ერთი ხმელეთი იყო მას გარშემო და ერთი ოკეანე არსებობდა რა მოკლედ და დიდი ალბათობით სწორედ აი ამ პერიოდს უყურებთ ეხლა ჩვენ თვალებში და თუ ქვებს კი არა და კლდეებს დავაკვირდებით თვალებს ჩავხედავთ. კაი სექტანტები არიან. მაგარი. თუ შევხედავთ ნიჟარებს დავინახავთ და ნიჟარები ზუსტად იმის დასტურია რომ აქ არა თუ რამდენიმე 1000 წელი მილიონი წლების ისტორიას უყურებთ. შენ კიდე რა გიშავს მეზობლადავს ხო? თვალებში მოკლედ რა. გაუმარჯოს რა. შეგენაცვალები რა. დედამიწას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. Ever since the day you was born, had to make a way of your own. Here you are, but what you really need is to have someone to hold. თქვენ ხო წეღან დამცინოდეთ მე. აი მილიონობით წლები ჩაგვცქერის ეხლა თვალებში. ახე შეხედე. ეს არის დანალექი, ეს იყო ზღვის ფსკერი ერთ დროს რა. და წარმოიდგინე ეხლა შეხედე ამ ყველაფერს აჩვენი მაყურებელს შოთა. რამდენი ფენაა ზე დადებული და რამდენი მილიონი წელია რა ვიცი, ღმერთმა უწყის მოკლედ რა. მასასადამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილზე იყო რა? ოკეანე. ზღვა, ოკეანე, რა ვიცი. წყალი რა მოკლედ. რა. აი ესეთი მადლიანი მიწა გვაქვს, ხან წყალია, ხან ხმელეთი. ნახე აქ რამდენი. რა ხარი აქ ვიღაც. აქ ნიჟარა მიმშობია რა. It was pregnant. ნიჟარების თვალიერებაში წავაწყდით ქურციკების ნაკვალევს. აქვე სპანჯბობიც იქნება სადაც. ეს უბრალოდ ჩემი ძმაა, ყოველდღე ერთად თავად. SpongeBob SquarePants, SpongeBob SquarePants, SpongeBob SquarePants.
რას ვაპირებთ? მიმართულება გვაქვს ახლა მიჯნის ყურისკენ. ჯერ უნდა გავიაროთ მესაზღვრეების ესე გამშვები პუნქტი. საიდანაც გადავალთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. აქედან თუ გავიხედავთ იქით, არ ვიცი გამოჩნდება თუ არა კადრში. ეცადე მაინც მიგეჩაურის წყალსაცავი ჩანს. ეს რა დრონია გაშვებული ვისია? ხო. გარშემო შემოსაზღვრული ვართ ეხლა, როგორც გითხარით, ისე ძალიან უძველესი მთებით. და აი იქით მხარეს დაახლოებით არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ცოტა ხანში როცა ჩავალთ მიჯნის ყურეში, მდინარე ალაზანი ჩამოდის და ძალიან ესეთი ახლოს ვართ აზერბაიჯანის საზღვართან, მდინარეა ჩვენი გამყოფი საზღვარი და მდინარის იქით იწყება აზერბაიჯანი, მდინარის აქეთ საქართველო რა და მაგას მიჯნის ყურეში აუცილებლად ვნახავთ. სად მოვედით? ეხლა მოვედით ფაქტობრივად სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან არა. ეს მაინც და მაინც ესეთი ის არის. მესაზღვრეებთან ვართ მოსულები და ეხლა ამათ უნდა გაგვიშვენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ის საშვები, რომლებიც გადავუგზავნეთ უკვე და უბრალოდ უთხრათ, რომ ჩვენ ესა და ეს ხალხი ვართ, რომლებმაც ესა და ეს საშვები გადმოგიგზავნათ და გვინდა რომ მივიდეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მიჯნის ყურესთან, სადაც უნდა დავბანაკდეთ. და ეს ხალხიც, ეს კეთილი ადამიანებიც გაგვიშვებენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას ჩვენი საშვი გვაქვს. და გადაღება არ შეიძლება. არაფერი არ ყოფ. აქ არაფერი არ, მაგითო გითხარი წამოწევით. აი რა. აი სადე გოა შენს გადაგიღო. მიდი გაასწორე შოთირული და ჩადი. წამოდი. პირდაპირ წამოდი გოგა. ანუ მასე როგორ საგაქრო? ვერ ჩამოვარ. ვერა, შესახრამია, რო გადმოხვალ და ინახავ. წადი მარცხნივ წადი. ეხა წადი იმას და დაუკეცე მარცხნივ. დაკეცე მიდი მარცხნივ დაკეცე იჩად. ჩადი მიდი გაასწორე ხა. აი ეგრე. მიდი აიღე, ეგრე. აქ იყო მეგობრებო, ესეთი ჩასახრამი ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ ცუდი ჩასვლელი. ან დაახლოებით რომ მიხვდეთ სად გადავდივართ. ანუ გამარჯობა. ვაი, კარგი ხო, კარგი. People used to tell me everything must pass. Nothing here around us is ever meant to last. Grab that light around you, hold it to your breast till it's over. Way out there in the distance, revolution bells ringing out forgiveness. Stories that they tell. The mighty Father went down and wished him well in the morning. Ain't that the way that it goes? Sometime, just when you save a little piece of your mind, it got you drinking supernatural wine. Well, I read it in the magazine, read it in the Times. Everyone was tangled up, someone else's fight. The mighty Father went down and draw the line in the morning. I used to have a brother, well, a dreamer just like me. Guess we never really fall too far from a tree. Always got forgiveness and a house for all to see outside the city. ეხლა უყურებთ ვებსკის ჩანჩქერს თუ რა ქვია? დევების გადასახადს უყურებთ მოკლედ. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. საინტერესოა ვერ გეტყვით, მაგრამ ლამაზია. აი რო უყურებთ რაღაცნაირად აი დაჩეხილი, დაკბილულია რა ყველაფერი. რო გითხრათ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ ხო აქ? ვერ გეტყვით.
მიდიხარ უკაცრიელობა უდაბნო ბუჩქი, უკაცრიელობა უდაბნო ბუჩქი, ბუჩქი უკაცრიელობა უდაბნო. საღამო წვადი ხო, მაგრამ რაც არის კარგი არის ის, რომ მიდიხარ გრძელგრძელზე და შეგვიძლია ცოტა ლუპი მოწოდო. აბა, აგი ლეოპარდი. მოვედით ჩვენ მოვედით ვაშლოვანში. აქ დავბანაკდებით, აქ ცეცხლს დავანთებთ და წვათ შევწოვთ. აქ ჩვენ ვართ და ვიგეგმებით. და აქ რა ხდება? აქ ხდება ის, რომ აქ არის ალაზარი. სულ მთელი, სულ ყველა. ეგენზე დაწყარო მოდის ნაშეჯის მერი გადმოდის გოგო მეტად ლავსი აი ყველა ველოდებით ახლა ეს პატარა გასკურა როგორ აგვიდუღებს აი ამ პატარა ქვაბით ცოტა წყალს ბევრი დოშირაკისთვის ეს არის ადგილი მთელ ვაშლოვანში, სადაც მხოლოდ აი ამ წერტილში აქვს ტელეფონს მიიღება. შემოგამძლობიო, როგორ ჭუხჭუხებს კოტანში ოდელიან და აი ხურეში მოვიტანე. ავიხებსებთ და მე დავიძრებით სადჯერ არ ვიცი, მაგრამ გზას გავუყვებით და გავუდგებით. მინდა რომ აგერ იქ მთაზე ავიდე, თუ ფეხით არ იქნება სავალი, ცოტა ზარმაცი მოგზაურები ვართ რა, სადაც მანქანით არ მიდის გზა, ხანდახან გვეზარება სიარული. როგორც იმ სპილოს მენჯის სანახავად არ წავედით, არა შოთა. სპილოს მენჯის სანახავად რო არ წავიყვანე. რაცა უნდა არ ესმის. ჩვენ ცხოვრებისთვის ვიბრძვით, ჩვენ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, შოთა გადარჩენისთვის ვიბრძვით. შოთამ გადაარჩინა 5 კაცის მშიერი კუჭი. ადგილობრივი. ჯერ არა, ისე როგორც ჯერ არასდროს. შოთამ გადაარჩინა ჩვენი კუჭი და ზოგას პუცი. და მასე აქ პუცი. ასე ჯერ ხილაკი.